გადადგეს მთავრობა. ცალკეული პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ არსებული დე-ფაქტო მთავრობა, დე-ფაქტო კლავ ვიმეორებ, ანუ არაკანონიერი, უკანონო, ხუნტა ბანდა, სინდიკატი და ასე შემდეგ, მთავრობა, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა ქართულმა ოცნებამ გასული წლის 26 ოქტომბრიდან და განსაკუთრებით 28 ნოემბრიდან, ის უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადადგეს და წაჰყვეს მას უკლებრივ ყველა მინისტრი ან მინისტრად წოდებული უფრო ზუსტი რომ იყო. მე პატივისცემას ვუდასტურებ უკლებრივ ყველა იმ პოლიტიკოს, რომელიც გამოსავალს ამ გზაში ხედავს. ეს სწორი ან თითქოს სწორი ტაქტიკა თუ სტრატეგია, მართლაც ბიზინა ივანიშვილი უნდა მიათრიო, ან მიიყვანო, თუ გნებავთ ცოტა კულტურულები ვიყოთ, იქამდე რომ შეელიოს კობახიძეს და მთლიანად ამ დე-ფაქტო მთავრობას ოღონდ ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას ახმიანებენ, ამას ითხოვენ, გამოსავალი მგონიათ ერთის მხრივ გადადგომა, მაგრამ ყისიერად მთავრობა გადადგება თუ არა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა არა ბიზინა ივანიშვილის მიერ, არამედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ისეთი კრიზისი უნდა შეიქმნას ქვეყანაში და აი ამ კრიზისის დაძლევის გზად დაისახეს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, დე-ფაქტო არაკანონიერი, ანუ უკანონო მთავრობა, მერე ისეთი კრიზისი უნდა შეიქმნას, რომ ვერავინ ვერ მართოს და ამასობაში, როდესაც ძალაუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია, ამასობაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ აი არჩევნები არის პირობითად მაისის 25-ში და პირობითად 25 მაისს შესაბამისად უნდა ჩაატაროს არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა და დროებითმა მთავრობამ მანამდე შექმნილმა, მე არ ვიცი ამას დროებით მთავრობა ჰქვია თუ არა, ტექნიკური მთავრობა ჰქვია, მოკლედ რაღაც ჯგუფმა, რომელიც ამ გარდამავალ პერიოდში უხეშად იანვრიდან მაისამდე, ხო, პირობითად თებერვლიდან მაისამდე თუ ივნისამდე მართავს ქვეყანას, ისიც რაღაც განსაკუთრებით საარჩევნო ნაწილში, ანუ მისი ფუნქცია მოვალეობა იქნება ქვეყნის მართვა, ქვეყნის ხელმძღვანელობა, არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა. კვლავ ვიმეორებ, მე ვადასტურებ პატივისცემას ყველას მიმართ, ვინც ამ გზას ადგას და ეს მიაჩნია სწორ სტრატეგიად, მაგრამ აქ არსებობს რამდენიმე მაგრამ. და აი ამ მაგრამებზე უნდა ვილაპარაკო ახლა და არა მხოლოდ ამ მაგრამებზე უნდა ვილაპარაკო. დავუშვათ ამგვარი სცენარი, რომ ბიზინა ივანიშვილმა მართლაც ზვარაკად შესწირა ვის უკვე აღარ ვიცი ქართულ საზოგადოებას, თუ გდებავთ ასე ვიტყვი, სწორედაც რომ ირაკლი კობახიძე. ანუ მთავრობა გადააყენა, მაგრამ მის ნაცვლად დანიშნა სხვა მთავრობა. არსებული კაბინეტიდან 12 მინისტრი თუ არ ვწდები, ერთი კი არა, არც ერთი არ წარადგინა ახალ მთავრობაში უმრავლესობამ ბიზინა ივანიშვილმა. და სრულიად ახალი, ზოგი ნაცნობი და ზოგი არანაცნობი პერსონები წამოსწია. ამ შემთხვევაში ეს გამოსავალი არის თუ არა, მე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდია ვცდილობ გავიგო სახელმწიფო კულუარებში მიმდინარე პროცესები, რა ვარიანტებს განიხილავს ბიზინა ივანიშვილი და ერთ ოდინდელ თემას ვუბრუნდები, გაგიკვირდებათ და ბიზინა ივანიშვილი ამ ვარიანტსაც განიხილავს. მე უფრო შორსაც წავალ და გეტყვით ვისზე საუბრობს, ვისზე ფიქრობს. იმ შემთხვევაში თუ კობახიძის გადაყენება მოუწევს, ვისზე ფიქრობს ბიზინა ივანიშვილი, ამაზეც ვილაპარაკებ, პერსონალიებს დავასახელებ, ერთის და ორის გვარი, ორივეს გვარი, სამივეს გვარი პრინციპში გასაკვირი იქნება, თუმცა ერთზე და ორზე მე მისაუბრია კიდეც, ორ მათგანზე მისაუბრია კიდეც. ბიზინა ივანიშვილი ამ სცენარსაც განიხილავს, აქვე ვიტყვი, რომ ბიზინა ივანიშვილს გაგიკვირდებათ და არ გაუიოლდება ირაკლი კობახიძის გადაყენება, პერსონალურად ირაკლი კობახიძის გადაყენება, იმიტომ კი არა, რომ ირაკლი კობახიძე ძლიერია, არა, დამოუკიდებლად რომ არსებობდეს ირაკლი კობახიძე, ფუჩეთში არაფერი არ არის. ქაღალდის ირაკლია, ქაღალდის ვეფხვია. მაგრამ ანუ ბიზინა ივანიშვილია მისი პატრონი, მაგრამ ამავდროულად რუსეთის ფედერაციამ ამ ხნის განმავლობაში ბოლო 3-4 წელიწადია განსაკუთრებით
სხვა კალათაშიც დადო თუ ჩადო კვერცხები და ამ სხვა კალათის მთავარი კვერცხი რასაკვირველია ირაკლი ყველაზე დიდრონი კვერცხი სწორედაც რომ ირაკლი გობახიძე ბიზინა ივანიშვილი ხო რუსეთის ხაზია მაგრამ სხვა დივერსიფიცირებული ხაზებიც აქვს რუსეთის ფედერაციას უხეშად თუ ბიზინა ივანიშვილი ფსბ-ს ხაზია უხეშად ხსნი გრუს ხაზია ირაკლი გობახიძე და უფრო შორსაც წავალ უშუალოდ კრემლის ხაზია ამიტომ ასე იოლი არ იქნება იმ მავრის მოხსნა ბიზინა ივანიშვილისთვის რომელი მავრიც თავად გააბლატავა თავად აკეთებინა ყველა შავის საქმე და ეს ირაკლი გობახიძე ხვალზე რომ მოუტრიალდეს და შენი ბრძანებით გავაკეთე მე ის რაც გავაკეთე ასე მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილს შენი ბრძანებით დავარტყიო ტყუილი იქნება თუ სიმართლე ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს რომ ამოთქვას რუსეთის გარდახით როგორ გონიათ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბაშვილისკენ კი არა გობახიძისკენ იქნება თუ ივანიშვილისკენ მე გეტყვით რომ ნამნიშნულობა აქვს ვისკენაც არ უნდა იყოს ერთი მეორეზე უარესები არიან მაგრამ ამავდროულად ბიზინა ივანიშვილს რომელსაც ესოდენ სერიოზული პრობლემა აქვს ქეშისა არა კაპიტალისა დორა მარიკატით ერთი თვითფრინავი თუ აქვს ეკნება ერთი იახტა თუ აქვს ალბათ ეკნება ორი სახლი შვიდი სახლი ან კიდე სახლი მოსკოვსა თუ პარიზში არა უძრავ ქონებას არ გულისხმობ მე უძრავან მოძრავა ქონებას არ გულისხმობ ნახატი ხო მაინც უძრავი ქონება არ არის კლასიკური გაგები არა მას ქეშის პრობლემა აქვს ბიზინა ივანიშვილი ცდილობს რაღაც გარკვეული კომბინაციების დაალაგებას მათ შორის არაბებთანაც ეგრა მაგის პასუხია მაგრამ ქეშის გაჩენას მას გარკვეულზე მაღალი ალბათობით მართლაც არ დაუბრუნებენ იმ ქეშს რომელიც მას და მის ოჯახს ეკუთვნის მიუხედავად ლონდონში მოგებული სასამართლო პროცესისა და ამ ასობაში ბიზინა ივანიშვილი ცდილობს დაალაგდეს უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი ცდილობს დაალაგდეს შეერთებულ შტატებთან ოღონდ ისე რომ რუსეთის ნებართვაც ჰქონდეს რუსეთისგან ნებართვაც ჰქონდეს იმის თაობაზე რომ ვაშინგტონთან ის დაალაგდეს და დაალაგებული იყოს რა შეიძლება შესთავაზოს ბიზინა ივანიშვილმა ვაშინგტონს ვერც ვერაფერს ბუნებრივი რესურსები ბორჯომს თუ არ მივიღებთ ხედულობაში საქართველოს არ აქვს სტაბილურობა ბიზინა ივანიშვილის გარეშეც ოღონდ ცხადია გობახიძის გარეშეც მიიღწევა ამ ქვეყანაში თუ არც ერთი იქნება და არც მეორე ორივე სწორედაც რომ სტაბილურობის მტრები არიან სასამართლო არ აქვს შიდა არეულობებს იწვევენ უფსკრულს აღრმავებენ საზოგადოებებს შორის დაპირისპირება ერთმანეთთან პრაქტიკულად სამოქალაქო ომამდე ვერბალურ სამოქალაქო ომამდე მივედით ბიზინა ივანიშვილი სწორედაც რომ სტაბილურობის მტერია მას რა შეიძლება შესთავაზოს ბიზინა ივანიშვილმა დასავლეთს და კონკრეტულად შეერთებულ შტატებს და გაგიკვირდებათ და მოსკოვის ნებართვით ალბათ მოსკოვის ნებართვით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ის ელაპარაკება დასავლეთს მინიმუმ ორ მსხვილ პროექტზე დასავლეთს მეთქი რომ ვამბობ გეოგრაფიულ სივრცეს გულისხმობ რასაკვირველია ღირებულებით სივრცეს გულისხმობ აგრეთვე დასავლეთს კონკრეტულად შეერთებულ შტატებს ეს არის ორი უმსხვილესი პროექტი ეს არის პირველი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რომელშიც ჩინელები შემოიყვანეს გობახიძემ და ივანიშვილმა 59%-ში და ეს არის გაგიკვირდებათ და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით რკინიგზა ამერიკელები შუა დერეფნის კონტექსტში ძალიან და უკიდურესად დაინტერესებულნი არიან რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდეს ანუ ისინი ერთ თავის მხრივ ერთ კალათაში ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანში არდებენ საკუთარ კვერცხებს არ აკეთებენ ინვესტიციას არ აპირებენ ინვესტიცია გააკეთონ მხოლოდ ტრიპის ანუ ზანგეზური არასწორი ტოპონიმიკაა იმიტომ რომ აზერბაიჯანულია ტრიპს ვიხმარ ასე თქვენისებენ ტრამპის გზაში ისინი საქართველოში დაინტერესებული არიან როგორც შავი ზღვის ქვეყნით შუა დერეფნით როგორც ასეთით და შავი ზღვით ანაკლიით აგრეთვე მაგრამ ამერიკელები ფრიად გაკვირვებულნი არიან გაოცებულნი და უკმაყოფილონი იმით რომ 49% ანუ პრაქტიკულად 50% აქვს ჩინურ მხარეს ჩინურ კომუნისტურ პარტიას ასე რომ ამბობს ჩინური კომუნისტური პარტიის ფირმა კომპანიას ასე რომ ამბობს სენატორი ჯო ვილსონი ამიტომ ამერიკელები ამბობენ ამგვარ რამეს რომ ჩინელები ან საერთოდ უნდა გაუშვათ თუ გინდათ საერთოდ ლაპარაკი ჩვენთან ან უნდა მათი ხვედრითი წილი შემცირდეს არა უმეტეს 15-20
17-12%-მდე. ამ შემთხვევაში ამერიკა აიღებს საკუთარ თავზე თლიან დაფინანსებას ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის, არის 1, 2 თუ 9 ფაზისა და შექმნის ამ პორტს როგორც ასეს, იმიტომ რომ ცენტრალური აზია მნიშვნელოვანია, ცენტრალური აზიის და ჩინური ასევე. მაგრამ ცენტრალურ აზიაზე ვილაპარაკოთ, ტვირთები, შუა დერეფანის, ტვირთების გადატანა ევროპაში, დივერსიფიკაცია, რუსეთის ამოგდება ამ რგოლიდან საბოლოოდ, მას შემდეგაც კი და იმ შემთხვევაშიც კი თუ როგორც ასეთი დასრულდება დროებით, დასრულდება ან ცეცხლის შეწყდება უკრაინაში ან დასრულდება უკრაინის კონფლიქტი. ბიზინა ივანიშვილი ელაპარაკება რა ამ ყველაფერზე. ბიზინა ივანიშვილს რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ერთი მინიმუმ პირობა, მეტი, მაგრამ ერთი პირობა ამგვარი აქვს. აი იმას ბანდიტიროა კობახიძე, რომელიც ცალკეც არის გასული კრემლზე, მოსკოვზე, ის არ დავინახოთ. ის უნდა მოხსნა. მისგან უნდა განთავისუფლდე. და მოსკოვის ეს კაცი აღარ უნდა იყოს არანაირ სახელმწიფო ვერტიკალში აქედან გამომდინარე ბიზინა ივანიშვილი გაგიკვირდებათ და განიხილავს აი ეს ძალიან სწორი სცენარი ალბათ ჩემს მიერ შერჩეული კი არ გადაუწყვეტია გადაწყვეტება კი არ აქვს მიღებული მაგრამ განიხილავს ირაკლი კობახიძის და მთლიანად მისი გუნდის ფსბ-ს ამხაზის ჩახსნას სახელმწიფო ვერტიკალიდან თუმცა გავიმეორებ რომ ეს ასე მარტივი არ იქნება. ახლა ისმის კითხვა, თუ ეს ასეა, მაშინ ირაკლი კობახიძემ რატომ მისწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის რაც მისწერა, ან ყაველაშვილმა რატომ მისწერა ის რაც მისწერაო. სწორი შენიშვნა, ან შათირიშვილი, რომელიც არ არის ხელისუფლებაში ფორმალურშიც კი, რატომ წერს იმ სისულელებს, რასაც წერსო. ხო, ბიზინა ივანიშვილის თანხმობა არისო, კი, ბიზინა ივანიშვილის თანხმობა არის, მაგრამ პილატესავით ბიზინა ივანიშვილს ნებისმიერ წუთს შეუძლია ხელის დაბანა და თქმა იმისა, რომ იკადრებს კიდეც ამას, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ ამ წერილებთან. ეს მათი თვით ინიციატივა იყო. მე მართლა სუფთა ფურცლიდან მინდოდა ურთიერთობის დაწყებაო და ამ აჯაფსანდალში მართლაც შესაძლოა ბევრმა დაიჯეროს, რომ ბიზინა ივანიშვილი ხელდაბანილი კაცია ამ ამბავში. ამერიკელები აკითხარით კი უყენებენ პირობას იმის თაობაზე, რომ ირაკლი კობახიძე არ იყოს de jure, de facto ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში კიდევ შეიძლება ლაპარაკი რაღაც გარკვეულ საკითხებზე, ოღონდ შინელებმაც უნდა ჩაიჩოჩონ მინიმუმ 20%-მდე და რეალურად კი მეტი პროცენტითაც ანაკლიის სპორტში რკინი გზა როგორც ასეთი უნდა გამოვიდეს საპრივატიზაციოდ, მოდერნიზაცია უნდა მოხდეს, იმიტომ რომ რკინი გზის გარეშე ანაკლიის ღრმაწლოვან პორტს ის ეფექტი შედეგი არ ექნება. რკინი გზა თუ არ მოდერნიზდა როგორც ასეთი, თუ არ გახდა ევროპული სტანდარტების, მეთქი ასე ვიტყვი, ძალიან ვამარტივებ რა საკვირველია, ამ ინფრასტრუქტურის განუყოფელი და მსხვილი და მნიშვნელოვანი ნაწილი, ანაკლიის ღრმაწლოვან პორტს როგორ არა აქვს მნიშვნელობა, აქვს რა საკვირველია, მაგრამ ის ეფექტი არ ექნება. რკინიგზის პრივატიზაციაზეც ელაპარაკებიან ამერიკელები, მეთქი ასე ვიტყვი. სახელმწიფოს არემ ვიტყვი, ვერ მოახერხებს ფინანსურად ვერ შესწვდება, ვერ მოერევა რკინიგზის პრივატიზაციას კი არა მოდერნიზებას, როგორც ასეთი. ამიტომ ამერიკელები კი ელაპარაკებიან ამაზე, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი პრინციპში თანახმა ამაზე არ არის. არემ ვიტყვი, რომ ამასობაში რა საკვირველია დღის წესრიგში დგას რკინიგზა როგორც ასეთი სადამდე, ბათუმამდე, ასე ვიტყვი. კარგით, ანაკლიამდე, ასე ვიტყვი. რუსების ინიციატივა არის ამგვარი, რომ ამასობაში გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთიც. კატასტროფა იქნება ეს ჩვენთვის. პარემ ვიტყვი ამას. მაგრამ ეს კიდე ცალკე ვიდეობლოგის თემა. ბიზინა მოკლედ ელაპარაკება ამერიკელებს, ცდილობს და ელაპარაკოს ამერიკელებს, თუმცა ამერიკელები ამის მიმართ ამერიკელებს ნდობა რასაკვირველი არ აქვს. კიდალაა ბიზინა ივანიშვილი. ვაშინგტონში ეს პრინციპში უკვე ჩამოყალიბებული აზრია, გადამგდებია ხვალ. მართლა 20%-მდე რომ დაიყვანოს, ესეც ურთულესი იქნება ჩინელთა ხვედრითი წილი თუ ბიზნეს წილი ანაკლიის სპორტში 15%-მდე და 85%, 80% ამერიკელებს რომ მისცეს,
ამ შემთხვევაშიც კი ბიზინა ივანიშვილი კიდალა იქნება მეთქი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ნელ-ნელა გაზრდის გავლენებს, იმ 15%-ში გავლენებს, რომელიღაც ეტაპზე ამერიკელების შევიწროებასაც დაიწყებს, როგორც კი გარანტია ექნება იმისა, რომ დარჩა ხელისუფლებაში მით უფრო გახიძის გარეშე. კარგი. ახლა ვისაუბროთ, ვისგან იხილავს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, იცით თუ არა თქვენ. მაგრამ ვიდრე ამას ვიტყოდე, მანამდე აქვე გეტყვით, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ანაკლიაზე და რკინიგზაზე ხაზგასმით ვამბობ. ანაკლიაზე და რკინიგზაზე ბიზინა ივანიშვილი ელაპარაკება არა მხოლოდ ამერიკელებს, არამედ ამერიკელებთან მყოფ, ხაზგასმით ვამბობ, ამერიკელებთან კონსულტაციაებში რო არიან იმ ქვეყანას, ქვეყნის წარმომადგენლებს, ქვეყანას. ამერიკელებთან კონსულტაციაში მყოფ ქვეყანას, ამ ნაწილშიც და ყველა სხვა საკითხშიც, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენ კონტექსტში. ეს არის იაპონია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაპონელებიც არიან ფრიად დაინტერესებულნი ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტით და ჩემს ხელთ არსებულივე ინფორმაციით, აგრეთვე რკინიგზით, მით უფრო რომ ამ უკანასკნელში მათ ბევრად დიდი გამოცდილება აქვთ, ვიდრე აქვთ ამერიკელებს. გამოცდილება, ტექნოლოგიები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ იაპონიას რაღაცა მოთამაშე ხდება, ოღონდ იმ დაშვებით, თუ ჩინელები ჩაიჩოჩებიან. მაგრამ ჩინელების გარდა კიდევ ჩინელები კი ჩაიჩოჩებიან, მაგრამ ამერიკელები სამართლიანი ხალხია. ამერიკელები ან დასავლეთი სამართლიანია, მოდი ასე ვიტყვი. და ისმის კითხვა აბსოლუტურად ამოვარდნილია წუკე ყოფილი ამ 5 წლის წინ სანაგვეში გადაგდებული კონსორციუმი ხაზარაძის თავკაცობით. მამუკა ხაზარაძე სულ ამბობდა იმას, რომ ჩვენო $75 მილიონი გვაქვს ჩადებული. აუდიტი ჩატარებულია, ეგრე მაგის პასუხია. ბოლო პერიოდში, როცა ერთ-ერთი ბოლო კომენტარი მამუკასი თუ ბადრისი, რა თქვა მიიღო, რომ უშუალოდ მამუკა ბადრის ჩადებული აქვს ამ პროექტში $40 მილიონი ელაპარაკი. ასეა, აუდიტი კვლავ ვიმეორებ ჩატარებულია? არა, მე არ შემაქვს ეჭვი. მე ვამბობ იმას, რომ აუდიტი უნდა ჩატარდეს, მაგრამ მათი სანაგვეზე საბოლოოდ მოსროლა მამუკასი ბადრისი და სხვა ინვესტორებისა, რომლებიც ყავდა ანაკლიის პორტს, იმ თავითვე კონსორციუმს, მამუკას დროინდელ კონსორციუმს. იოლი იქნება ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თლად არა. აი მაგალითად, ანაკლიის პორტის იმ პროექტის იმ თავითვე გამარჯვებული კონტი ჯგუფის, რომელსაც $2.8 მილიონი, 3 მილიონი, მოდი ასე ვიტყვი. აქვს ინვესტიცია განხორციელებული საწყის ეტაპზე 2017-ში. მისი სანაგვეზე მოსროლა ამერიკელებს უნდათ? მე მგონი რომ არა. ამერიკელები ასე ღიად ვერ მოიშორებენ ვერც საკუთარივე კონტი ჯგუფს და ვერც მეორე ამერიკულ კომპანიას SSA Marines, რომელიც ამ პროექტს უკვე შემდგომ შემოუერთდა და მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ეხლა კიდევ ერთი კითხვა მაქვს, აი ბულგარულ-ქართული კომპანია რო იყო, არ მინდა შემეშალოს G-Star-ი. გვარიც მახსოვს, ძმები არიან თუ არ ვწდები ქართველები. მათი მოშორება შესაძლებელი იქნება? თუ ჩინელებს დარჩათ, უხეშად ვლაპარაკობ 15%, ერთი უხეშად 15-20% არ უნდა დარჩეთ აწუკვე ყოფილ, ასე უნდა ვთქვა, კონსორციუმის ყოფილ მესაკუთრეებს, თანამონაწილეებს. G-Star-ი, თქვი, ჰოლანდიური კომპანია იქ, ორი ამერიკული კომპანია იქ, თურქული კომპანია იქ. აგრეთვე არის ბრიტანულ-ქართული კომპანია, სხვაშვიცხალებს მსხვილი ინვესტორი, საკმაოდ მსხვილი ინვესტორი შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ტერმინალში, ბათუმში, მულტიმოდალური ტერმინალია, რომლის ზურგს უკანაც თუ პარტნიორი, უფრო ზუსტი რო იყო ინვესტორი არის ამერიკული ტრამო, ეს მეხუთე ხარისხოვანი კომპანია კი არ არის ეს ტრამო, მესამე ხარისხოვანიც არის, პირველ ხარისხოვანია ტრამოს აქ საქართველოში შემოსვლას ლობირებდნენ მისი ამ სიტყვის ჯანსაღი კონოტაციით ამერიკელი კონგრესმენები 4-ჯერ, 5-ჯერ თუ 3-ჯერ, 4-ჯერ ჩამოსულებიც იყვნენ აქ. ბევრ სხვა საკითხზე სილაპარაკეს, მაგრამ ამ ამერიკული ინვესტიციის გარდაულ აუცილებლობაზე სილაპარაკეს, არ მინდა შემეშალოს $25 მილიონი აქ განხორციელებული ამ ტრამოს ანაკლიის პორტის პროექტის ყოფილ, ასე უნდა ვთქვა თქვენის ნებართვით, პარტნიორ, რომელსაც თავის მხრივ 20 მილიონი აქვს დახარჯული, 22 მილიონი აქვს დახარჯული ანაკლიაში. ეს არის კომპანია ტრამოს პარტნიორი ვანდერნეტ ექსპრესი, თუ არ ვწდები.
ის მათი ფული უნდა დაიკარგოს? თუ მამუკას მართლა აქვს ჩადებული ბადესთან ერთად 40 მილიონი უნდა დაიკარგოს? ამერიკელები მე რამდენადაც ვიცი ყოველ შემთხვევაში ყაბულ არიან რომ საკვირველად დათვლადია ეს ყველაფერი აუდიტით ჩასატარებელი აქვს რომ ამ ყოფილ მესაკუთრეებს აი ესე დავარქმევთ თქვენი სტემართვით თავიანთი წილობრივი მონაცემების მონაწილეობას მისცენ სამომავლო პროექტში ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ამერიკელთა ხვედრითი წილი იქნება 50 პლუსი 51 და მეტი პროცენტი 20% ჩინელებს მაქსიმუმ 51% 51 და მეტი პროცენტი თქვა 55 ამერიკელებს ეს შედის 75% და დანარჩენი 25% უნდა თუ სწორედ თქვა გაატყდეს ყოფილ მეპაიებზე, ყოფილ მეწილეებზე. ეს ვარიანტიც განიხილება მეთქი. ბიზინა კვლავ ვიმეორებს ცდილობს დალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ცდილობს დალაგებას იაპონიასთან, ესაუბრებიან იაპონიას, ესაუბრებიან ამერიკას, ოღონდ მე ხვდები რომ ბიზინა არ არის სანდოპირი. ასე უყურებს ვაშინგტონი. მათ შორის იმიტომ არ არის სანდოპირი ბიზინა ივანიშვილი ჩვენ ახლა მსჯელობთ თქვა ახლა ხო? რომ მან ამერიკული ინტერესი უკვე მოიტოვა, უკვე უარყო. ამერიკას კობახიზის პირიდან ამოგდებულად არტყა და არტყა. ამოგდებულია ამ რგოლიდან მის მიმართ ნდობა ჩემი აღქმით ანალიზით ვერ დაბრუნდება. ვერ დაუბრუნდება ვაშინგტონს. თუმცა თავისას კი ცდილობს და შეიძლება ამ თავის ცდილობაში ზვარაკად მართლაც შესწიროს ირაკლი კობახიძე, რომლის განთავისუფლებაც აკი გითხარით საკმაოდ გაუჭირდება ჩემი ინფორმაციით. იმიტომ რომ მოსუქებული, მოძლიერებულია ეს ირაკლი კობახიძე თავის კამანდასთან ერთად. თუ მოახერხა ბიზინა ივანიშვილმა, მაინც ირაკლი კობახიძის მოშთობა, ისიც ვისგან იხილავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ახლა დაგისახელებთ სამ გვარს. პირველი გვარი არ გაგაკვირვებთ. ეს არის მარიამ ქრივიშვილი. საბოლოო ჯამში კლერკი არაბულ კომპანიასა და ბიზინა ივანიშვილს შორის, ხელისუფლებად წოდებულ ბანდასა და Eagle Hills თუ MR ჯგუფს შორის. მარიამ ქრივიშვილის შანსები არ ცდება 2-3%-ს. მეორე ვილაპარაკია ამ კაცზე. მეორე პირი არის საქართველოს ელჩი იაპონელები ხო გიხსენეთ? საქართველოს ელჩი იაპონიაში. ეს არის როდი შეერწამს ამასობაში ნახავ რაღაც ერთ მესიჯს ეს არის თემურ გვარიც უნდა გავიხსენო ამასობაში ეგრე არ არის მარტივად იაპონიაში საქართველოს ელჩი ეს არის თემურაზ ლეჟავა სხვა შორის მეგობარი ბიზინას ახლა უკვე გაფავორიტებული შვილისა უტა ივანიშვილის მეგობარი ბაჩიაშვილიც რომ იყო იცოდით მე ვიცოდი აი დაპატიმრებული როა ის ბაჩიაშვილი უახლოესი მეგობარი იყო ანუ რაღაც ღარიბაშვილთან რომ მეგობრობდა იმ ბერას ინტერესები ოდნავ ჩაჩოჩებულია და აი უტას სამეგობრო ცოტა უფრო ამოწეულია თეიმურაზ ლეჟავა გაგიკვირდებათ და თეიმურაზ ლეჟავა ჩხარტიშვილის პრაქტიკულად პირდაპირი სიძეა მეორე სიძე იცით ვინ არის ჩხარტიშვილისა გეცოდინებათ ანუ ქვისლი თეიმურაზ ლეჟავას იაპონიაში ახლა ელჩი როა გიორგი ვაშაძე პატიმრობაში მყოფი ვაშაძე არა მე მას უდასტურებ როგორც პატიმარს პოლიტიკურს პატივისცემას თუმცა კარგი იქნებოდა რომ პრაქტიკულად ყველამ დაწერა ორი სიტყვა საპატიმროდან და მასაც საკუთარი მოსაზრებები გაეცნო ქართული საზოგადოებისათვის მაგრამ შესაძლოა მას არ ეწერება ახლა ასვიზო ცხოვრება ასეთ ბარემ ვიტყვი მოკლედ ქვისლია ეს თეიმურაზ ლეჟავა ანუ მარიამ ქრივიშვილი თეიმურაზ ლეჟავა მას ცოტა პროცენტი არა აქვს საიმისოდ რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი იმ შემთხვევაში თუ ბიზინა რომელიღაც ეტაპზე მიიღებს გადაწყვეტილებას კობახიძის პოლიტიკურად დაკლის თაობაზე ზვარაკად შესწირავს ამ პროცესს ყველას ამერიკელებს ამით ეტყვის რომ აგეთ თქვენი მოთხოვნა შევასრულე და იქნება და
ვილაპარაკოთ მართლა რეალისტურად ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობებიო და მათ შორის ანაკლიაზეც ვილაპარაკებ, ვილაპარაკოთ რუსებთანაც დავლაგდები და სხვებთანაცო, ან ამერიკელებს ან იაპონელებს ან ორივეს ერთად, რკინიგზის თემაზეც სხვათა შორის და ასე შემდეგ. მაგრამ მესამე კანდიდატიც არსებობს და არც ვიცი ეხლა სიმართლე გითხრა უნდა დავასახელო თუ არა. მაგრამ გუშინ მე ვესაუბრე ერთფრიად განსწავლულ ადამიანს ბიზნე ივანიშვილის ხელისუფლების კულუარებში მიმდინარე პროცესების თაობაზე წუხელ ვესაუბრე. ასე 2 საათი იქნებოდა. ამ ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ცდება, ხშირ შემთხვევაში აჭარბებს, ხშირ შემთხვევაში აბუქებს, გარკვეულ შემთხვევებში არ ცდება, გარკვეულ შემთხვევებში მისი პროგნოზები თუ ინფორმაციები მართლდება და ასე შემდეგ. დამისახელა გასავად პრემიერობის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც სხვათა შორის ბიზნა ივანიშვილს სხვისგანაც ვიცი ემუშავება ამერიკელებთან. ბიზნა ივანიშვილს ლის ინტერესებს პერსონალურად ივანიშვილის და არა კობახიძის ინტერესებს ლობირებს, არასწორი სხვა გააქვს ვაშინგტონში ესაუბრება. ამ კაცთან ერთად მე დაახლოებით 8 თვის წინ, შეიძლება მეტი 1 წლის წინ, მე მივიღე რაღაც ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. გარჩეულებრივი რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ ესეთი მსუყე სიტყვა ჰქონდა სწორედ ეკონომიკურ ნაწილებზე, შუა დერეფანზე, შავ ზღვაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფუჩეჩიაო ეს კაციო, მასზე სიტყვის ბევრი მათგანი, იმიტომ რომ როდესაც ის თანამდებობაზე იყო, დაგისახერებთ გვარს, როდესაც ის თანამდებობაზე იყო, არც არავინ არაფერს კითხავდა 2019 წელია ეს. მართლაც არავინ არაფერს არ ეკითხებოდა. უბრალოდ ესე წინ წამოწეული პერსონა იყო, რომელიც უგლებრივ ყველა შინაგან საქმეთა მინისტრმა და სხვებმა აბურთავეს და არც შეუტენიათ მისთვის რამ პასუხისგებლობა. რადგან მე მგონი ჟამი იმისა, რომ წამები იმისა, რომ თქვა ვისია ლაპარაკი. ბიზნა ივანიშვილი ჩემს ხელთ არსებული ამ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით განიხილავს არა მხოლოდ თეიმურაზ ლეჟავას იაპონიაში, საქართველოს ელჩი. რომელმაც ეგრა მაგის პასუხია პრემიერ-მინისტრი რო გახდეს, ქვისლი გიორგი ვაშაძე როგორ დადატოვოს საპატიმროში და თუ ქვისლ გიორგი ვაშაძეს სხვადასხვა რა გინდა რა მეთოდით გამოუშვებს, მაშინ სხვები რატომ არ უნდა გამოუშვას? ეს ისე მხოლოდ კითხვა. ჰაერში კითხვა. მოკლედ ბიზნა ივანიშვილი განიხილავს მამუკა ბახტაძის მობრუნე მეორედ მოსვლის ამბავსაც, თუ მამუკა ბახტაძე რამეს მაინც გაუჩარხავს მას ბიზნა ივანიშვილს შეერთებულ შტატებში. კვლავ ვიმეორებ, მე არ ვამბობ, რომ ეს ასე მოხდება. მე ვამბობ, რომ ეს მაგიდაზე ბიზნა ივანიშვილს ეს ვარიანტიც სხვა მრავალთაგან ერთ-ერთი ელის. მე კვლავ ვიმეორებ და კვლავ ვადასტურებ პატივისცემას ოპოზიციის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და ამის შემდეგ ისეთი კრიზისი უნდა შეიქმნას, რომ მთავრობა ახალი არ უნდა დამტკიცდეს და უნდა ჩამოიშალოს შიგნიდან ქართული ოცნება და ამის შემდეგ ყაველაშვილი საერთოდ ფუნქციოა ისედაც და ასედაც და პრეზიდენტ ბაზურაბიშვილმა უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები, ოღონდ მანამდე უნდა შექმნას რაღაც კრიზისული საბჭო დავარქვათ ერთსუსან დროებით მთავრობა, ტექნიკური მთავრობა და ასე შემდეგ და მივიდეთ პირობითად ლაპარაკობ მომავალი წლის მაისის 25-მდე და ჩავატაროთ არჩევნები. არაჩვეულებრივი სცენარია, მაგრამ ამ სცენარის ერთ-ერთი განშტოება არის ისეთი, რომ მთავრობა გადადგა, ბიზნა ივანიშვილმა საკუთარი ლეჟავა, საკუთარი ბახტაძე ან საკუთარი ქვრივიშვილი ან ირაკლი ჩიკოვანძეც მსმენია დანიშნა პრემიერ-მინისტრად, გადააგორა ეს კრიზისი, პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები ან ნაწილი მათგანი გამოუშვა, რა გინდა რა, ყაველაშვილს აწყალებინა და აწყალებინა, ვინც დადებულია, ბრავო დადებულია უკვე და ასე შემდეგ ჩააცხადო და ამერიკელებთან დალაგდა. დალაგდა? მე მგონი რომ ვერა, მაგრამ ცდილობა აქვს. რუსეთს გადააგდებს, ვერ გადააგდებს, რუსეთის კარდახით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ჩინელებს ასე იოლად ჩააჩოჩებს 15-20%-მდე, ვერ ჩააჩოჩებს, იოლად ვერ ჩააჩოჩებს. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი შეთანხმებას, მოდერაცია შეთანხმებას ექვემდებარება. ამერიკელებს აქვთ ნდობა ბიზნა ივანიშვილის მიმართ, არა აქვთ, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლები არ მინდა თქვა რომ ორ კვირაში ერთხელ მეთქი, მაგრამ ორ თვეში ერთხელ ამერიკას რომ სტუმრობენ, ესაუბრებიან გარდა ადამიანის უფლებებისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია
და გარდა იმისა, რომ რაღაც უფლებები ირღვევა ჩვენს ქვეყანაში მიზინა ბანდიტის მიერ, გარდა ამისა, ესაუბრებიან სტრატეგიულ საკითხებზე, კითხვა. ესაუბრებიან ცენტრალურ აზიაზე, საქართველოს როლსა და მისიაზე ამ პროცესში, აზერბაიჯანის საქართველოს, აზერბაიჯანის სამხედროებაზე, ჩვენ აგე შავი ზღვის ქვეყანა ვართ, ამერიკელები ჩამოდიან ამ თემაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ოპოზიცია წოდებული ჯგუფისაგან, ოპოზიციის ჯგუფიდან დამლაპარაკებელი კი ხავთ ვინმე? ცენტრალურ აზიით ტვირთები როგორღაც უნდა მოხდეს, აი ანაკლიაზე მე ეს პოზიცია მაქვს, მე ხელისუფლებაში მოვალ თუ არა, კოალიციურად ბიზნესს გამაშვებინებთ თუ არა, გავუშვებთ თუ არა, ჩვენ ამას ვიტყვით გუშინ ნინო ჯანგირაშვილთან საუბარში, ისე სპონტანურად ასე ვთქვათ, ხო, ღამე იყო, 10 ნახევარს დაიწყო ინტერვიუ და უკვე სრულდებოდა ინტერვიუ, როდესაც მე სპონტანურად კვლავ ვიმეორებ, არ მინდა ვთქვა, რომ ვერ გეტყვით, რომ მიფიქრია მეთქი, მაგრამ რუსეთ ოპოზიციის წარმომადგენელი არ ვამბობ გვარ სახელს, რომელიც ამერიკაში დადის, ან სულაც თბილისშია, აი მამუკა ხაზარაძემ, როგორც კონსორციუმის ყოფილმა წარმომადგენელმა, უცებ რომ თქვას, რომ აღარ მინდა ტოპონიმიკა ანაკლია და მიხეილ სააკაშვილმა რომ თქვას პატიმრობაში მყოფ, აღარ მინდა ტოპონიმიკა ლაზიკა პორტს, ამას რომ ვამბობ, მაფრთხობს იმან არ დაგვასწროს პაპუაშვილმა ბანდიტმა, პორტს უნდა დაერქვას ტრამპის პორტი. პორტი სახელად ტრამპი. ხვდებით რა მხელ ამბავი იქნება? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტოპონიმიკას ლაზიკა ერქვა თუ არა? ტრამპის გზა თუ დაერქვა სამხრეთ აზერბაიჯანის ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის ტელეფონს აზერბაიჯანული ტოპონიმიკით, ხო, ტრიპი თუ დაერქვა ტრამპის გზა კეთილდღეობისა და რაღაც უსაფრთხოების, ხო? აქ რო დაერქვას ტრამპის პორტი, რა პრობლემაა? მაგრამ ეს უნდა გააჟღეროს არა ირაკლი ტაბლიაშვილმა, ნინო სკაუკვირდა და თქვა რომ კარგია. ხო, არა ირაკლი ტაბლიაშვილმა კავკასიის ეთერს რამდენი კაცი უყურებს ამ კავკასიას 23880? არა, 24760, მაგრამ მაინც. ხო? არამედ უნდა გააჟღეროს ვინმე ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა ოღონდ ოპოზიციიდან. ეხლა მე ამას ვამბობ და მე თან ვნანობ. იმიტომ რომ მან უცებ არ გამოხდეს შათირიშვილი და ეს არ თქვა შათირიშვილი ალბათ ამაზე არ იქნება ყაბულ, მაგრამ ვინმე შეიძლება კარგი შპარგალკაც კი დავუწერე. ბიზინა ამერიკელებთან ვერ დალაგდება. ტრამპის პორტი. ბიზინა ივან ამერიკელებთან ვერ დალაგდება, ტრამპის პორტი, მომავალი პრემიერი მამუკა ბახტაძე, კითხვა ძახილის ნიშანი. ეს იქნება სათაური. ნახვამდის.